ზოგადად ძალიან გახშირდა ამ ბოლო დროს ინსულტის კოვიდის შემდგომი, როგორც კოვიდის შემდგომი გართულება. და ახალგაზრდებშიც კი არის ეს ძალიან ხშირი სამწუხაროდ და დღეს მინდა გასწავლოთ მისი სიმპტომის ამოცნობის ერთი საინტერესო საშუალება. ეს არის კეფაზე არსებული ზონა. რა თქმა უნდა, ყველას თავის ფორმა, ყველას აქვს განსხვავებული, ინდივიდუალური, მაგრამ ჩვენ როდესაც ვიცოდით, რომ მანამდე, ვთქვათ, ასეთი იყო ჩვენი თავის ქალა და შემდგომ რაღაც შეიცვალა, უკვე უნდა დავფიქრდეთ იმაზე და ცოტა რაღაცა კონცენტრაცია გავაკეთოთ ყურადღების, რა თქმა უნდა, თუ რატომ მოხდა ეს. უკან კეფაზე ადამიანს აქვს ზოგადად კეფის კონტური უნდა გადადიოდეს აბსოლუტურად ტალღისებურად ხრის და კისრის ზონაზე, ხო? მაგრამ თუ ამ ზონაში ორივე მხარეს ან თუნდაც სამ მხარეს არის რაღაცა ამორფული, ანუ ამოწეული ადგილები, რა თქმა უნდა, უკვე ეს ამან უნდა დაგვაფიქროს, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ, რა თქმა უნდა და უნდა როგორმე სისხლის მიმოქცევა გავაუმჯობესოთ ამ ადგილზე. რა თქმა უნდა, ისევ ხელებით, როგორც მე ყოველთვის ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ მინუს პლუსი გვაქვს ხელებში და ხელების საშუალებით უნდა ვიმასაჟოთ. რამდენჯერაც გაგვახსენდება დღეში, რაც მეტად გავაკეთებთ, მით უკეთესი.